ძალიან დიდი მადლობა და პატივისცემა იმისთვის, რომ პირადად დავმეგობრდით რა და ეხლა შენობითზე გადავა. პირადად შენ გინდოდა რომ მე არ ვყოფილიყავი უშუქობაში და მე არ ვყოფილიყავი შიმშილში და ჩემი თაობა უბანში არ მდგარიყო ვინტების წერით და ეგ არ ენახა მაგის ძალიან დიდი მადლობელი და მაგისთვის იბრძოლეთ დაიტანჯეთ და დღემდე გაშავებენ. ყველა მაგრამ მაგისთვის ცხოვრება ღირს. ქართული სოციალური და ქართული ეროვნული. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ფინეთიდან. მოხდა ისე, რომ ალბათ სრულიად შემთხვევით, რომ ეს ქვეყანა ძალიან ბევრ რაღაც გადამწყვეტ მომენტში არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან და აწმყოსთანაც. თავარი მიზეზი ჩემი აქ ჩამოსვლისა, უმთავრესი მიზეზი არის ის ინტერვიუ, რომელსაც ახლა თქვენ მოისმენთ. მაგრამ მე მინდოდა რომ ეს შესავალი ცალკე ჩამიწერა, რომ ჩვენ პირდაპირ შევიდეთ იმ განწყობაში, რისთვისაც კეთდება ეს ინტერვიუ. ეს არ არის უბრალოდ ჟურნალისტური ინტერვიუ რაღაც საკითხებზე ან ისტორიული ფაქტების მიმოხილვა. ქართული სოციალური და ქართული ეროვნული პოლიტიკები არსებობდა საქართველოს ისტორიაში ყოველთვის. ისინი ხან კორელაციაში იყვნენ ერთმანეთთან, ხან ერთად იბრძოდნენ, ხან რაღაცაში განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ასე შემდეგ. ჩვენ ქვეყანაში ბოლო 2 საუკუნე არსებობდა სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიები. შეგვიძლია აი რაღაც კინოს სახელით რო დავარქვათ, პოლიტიკური სახლები. საბჭოთა კავშირის დროსაც კი მინიმუმ სახელმწიფოს მიერ მართული სოციალიზმის 4 სხვადასხვა ფორმა გაიარა საქართველოს. 92 წლის შემდეგ კი, მას შემდეგ რაც სახელმწიფო გადატრიალებისა და პუტჩის შემდეგ დაამხეს კანონიერად არჩეული ხელისუფლება, საქართველოში დამყარდა ნეოლიბერალური დიქტატურა. ახლა თქვენ მოისმენთ არა ინტერვიუს, არამედ გასაუბრებას ქართულ სოციალურ პოლიტიკასა და ქართულ ეროვნულ პოლიტიკას შორის. არჩიბალდ მეკეში და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი. გასაუბრების მთავარი თემაა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბესარიონ გუგუშვილთან მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ რაღაცნაირი მეგობრული ურთიერთობას განგვივითარდა ცოტა მოკლე დროში, მაგრამ შევეცდებით ამ ინტერვიუში რომ ქვეყანასაც, ხალხსაც და საზოგადოებასაც პატივისცეთ და ეს ოფიციალური ფორმატით ვისაუბროთ. ამ გასაუბრების სტუმარი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი. ბოლო 1 წელზე მეტია თქვენ უყურებთ სხვადასხვა მასალას, რომელიც არის რაღაცნაირი პარადოქსიც, რომ თითქოს ასეთი ზედაპირზე არსებული მასალები თითქოს ჩვენამდე არავის არ მოუტანია და არის 1000 გვარი მითოლოგია დამკვიდრებული. ეს გასაუბრება არ არის მხოლოდ ისტორიულ რაღაცა წიაღისვლებში შესვლა, არამედ პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის დიალოგი, რომელმაც საქართველოს ბოლო რამდენიმე საუკუნის ისტორიაში გადამწყვეტი როლიც ითამაშა და ამავდროულად ქვაკუთხედია თანამედროვე საქართველოს თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის, მშრომელის, როგორც გვინდათ ისე განმარტება მივცეთ ამას. ჩვენი ყოფა განისაზღვრება პირდაპირ იმ ისტორიით, რომელთანაც მიბმული ვართ. თავისთავად არსებული დღევანდელობა გამომდინარეობს იმ საკითხებიდან, რა საკითხებიც არის პირდაპირ დაკავშირებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პირველი ხელისუფლების მოღვაწეობასთან. ყველაფერი, რაც თქვენ გაწუხებთ, ბანკი, ხელფასი, მრეწველობა, ასე შემდეგ, პირდაპირ ამ ყველაფერს მივყავართ პუჩთან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო ბესარიონ, თქვენი ცხოვრება, მოღვაწეობა როგორც მეცნიერის, როგორც პოლიტიკოსის და შემდეგ იმდენი შრეებისგან შედგება და ამაზე მინიმუმ დაინტერესებულმა საზოგადოებამ ძალიან დეტალურად იცის და ქართულ თუ საერთაშორისო მედიასაც გაშუქებული აქვს არაერთი არქივული მასალები. მაინც მინდა რომ თქვენ რაღაც თვალყურსაც ადევნეთ პარალელურად იმას, რასაც რაღაცა ამ ბოლო პერიოდში ვაშუქებ, ხო და მინდა რომ რაღაცა ამის შეკვრა გამოვიდეს ეს გასაუბრება, სადაც ხალხი შეძლებს დაინახოს ქართულ ეროვნულ პოლიტიკასა და სოციალურ პოლიტიკაში ისტორიული გადაკვეთებიც, თანამედროვე მიზეზშედეგობრივი კავშირებიც და უკვე პუჩიდან დღემდე როგორ მივიდა საქართველო აქამდე. იმიტომ რომ სხვა საკითხებში შესვლა იქნება უსასრულო ციკლი. ამიტომ შევეცდები რომ მე როგორც აქედან ინტერვიუერი კონცენტრირდე ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შრე აქვს რა ეროვნულ მოძრაობასაც, დამოუკიდებლობის პირველ დღეებსაც და რაღაცა
რაღაც კონკრეტული პერსპექტივა, ამის იდეოლოგიური პერსპექტივა უფრო მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ხშირად მიზანმიმართულად დამკვიდრებული აი რაღაცა პატარ-პატარა დეტალებზე ყურადღების გამახვილება, ხო? მოდი დავიწყებ ასეთი კითხვით, ხო? საქართველოში გაჩნდა ეროვნული მოძრაობა, რომლის უმთავრესი ამოცანა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. საქართველოში ეროვნული მოძრაობა მოღვაწეობდა საბჭოთა კავშირის წიაღში, ხო? ყველაზე მთავარი რისი გაგებაც აი ამ მედიებისა და აი ამ სწორედ ნეოლიბერალური დიქტატურის პირობებში ხალხს უჭირს, არის ის, რომ ვერ წარმოუდგენიათ ადამიანებს, რომ არსებობდა ეროვნული მოძრაობა, რომელიც თავად მერე ეს ეროვნული მოძრაობა ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი იყო სწორედ ინდუსტრიების და მეცნიერების განათლების, ანუ შოკური თერაპიისგან რაღაცნაირი თავის არიდება. არსებობს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პირადად ბესარიონ გუგუშვილის მიერ დაწერილი ხედვა ეკონომიკური განვითარებისა საქართველოს საარჩევნო პროგრამა, რომელიც აი თქვენ უკვე გაიგეთ ძალიან ბევრი მასალებიდან და კიდევ ბევრი ადამიანს უნდა გავაგებინოთ ეს, რომ პრინციპში ამ ტექსტში თქვენ ნახავთ ძალიან ბევრ პირდაპირ დაინახავთ იმ შედეგებს და მიზეზებს, რის გამოც აღმოჩნდა საქართველო ამ დღეში, ანუ არსებობდა განვითარების ერთი გზა და ამის მაგივრად შემოგთავაზეს სხვა გზა. ასე რომ კიდევ ერთხელ მოგესალმებით და აი თუ შეიძლება რომ რაღაცნაირად აი ამოგლეჯილად, აი პირდაპირ დავიწყოთ იმ მომენტიდან, როდის, როგორ და რანაირად დაიწყეთ პოლიტ-ეკონომიური ხედვის განვითარება უკვე პოსტ-საბჭოთა საქართველოსთვის. ანუ ეს ხო ამ ხედვის ჩამოყალიბება ხო საბჭოთა კავშირის წიაღში დაიწყო და უკვე აქედან ხედავდით პოსტ-საბჭოთა საქართველოს, ხო? ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გავხდი ზვიადის რჩევით წმინდა ილია მართლის საზოგადოების წევრი და გამგეობის წევრი. ამავე პერიოდში მე მალე ვიყავი საქართველოს კინოკორპორაციის პრეზიდენტი, რომელიც მევე შევქმენი აი კინოსისტემიდან, რომელიც მაშინ არსებობდა, ქართული ფილმი, კინოგაქირავება და ასე შემდეგ. ამასობაში საქართველოში უკვე ვითარდებოდა მოვლენები და ჯერჯერობით ვიყავი პოლიტიკის გარეთ. რაღაც მომენტში მივხვდი დაახლოებით თქვათ ასე უკვე ზვიადი რო პრეზიდენტად იქნა არჩეული, რაც სინამდვილეში ძალიან დიდი ზვრა იყო სახელმწიფოს სისტემაში და ეს უნდა ავხსნათ მოკლედ აუცილებლად. რამაც გამოიწვია პუჩი, ერთ-ერთი მიზეზი იყო პუჩის. საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებამდე სახელმწიფოს მეთაურად ითვლებოდა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე, ანუ იმ დროს სიგუა. ზვიადი გამსახურდია იყო პარლამენტის თავმჯდომარე, ანუ სახელმწიფოს მეთაური იყო სიგუა. როდესაც შემოიღეს პრეზიდენტის თანამდებობა, სახელმწიფოს მეთაური გახდა პრეზიდენტი. და სიგუა უკვე აღარ იყო სახელმწიფოს მეთაური. ამან რა თქმა უნდა აი იმ წრეში ადმინისტრაციულ ბიუროკრატიულ წრეში ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. და დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ ზვიადმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, სახელმწიფო ძალაუფლება, იმიტომ რომ მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე იყო და ზვიადს ევადლებოდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, მიეღო კანონები. ხელი არ მიუწვდებოდა სახელმწიფოს ეკონომიკაზე და სხვა სფეროებზე, იმიტომ ეს უნდა წარემართა იგივე კონსტიტუციით მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. მაშინ სიგუა იყო. როდესაც პრეზიდენტი აირჩიეს, პრეზიდენტის თანამდებობა შედგა, საჭირო გახდა მთავრობის რეორგანიზაცია. და წამოვიდა იდეა, რომ უნდა შეიქმნას მინისტრთა საბჭო უნდა გაუქმდეს და უნდა შეიქმნას მინისტრთა კაბინეტი. მინისტრთა კაბინეტს სათავეში ეყოლება პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პრემიერ-მინისტრი არის სახელმწიფოს მეთაური. იგივე მინისტრთა კაბინეტის მეთაურად ფორმალურად ითვლება პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი არის მხოლოდ მინისტრებს შორის პირველი, რომელიც ხელმძღვანელობს
მინისტრთა კაბინეტის მუშაობას. ეს მოქალაქეებს, რა თქმა უნდა, ვერ შეიგნეს და გაუშვეს ხელიდან. მაგრამ აი იმ უკვე ჩამოყალიბებულ რაღაც სტრუქტურას, რომელიც მე გაპუჩისდა, შინაგანად რო გაპუჩისდა, იმათვის ეს ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. და სწორედ ამას მოყვა სიგოას გაქცევა ტყეში, კიტოვანის გაქცევა ტყეში და დაიწყო პუჩისთვის მზადება. იგივე არასასიამოვნო აღმოჩნდა ძალიან დასავლეთის, კრემლის და დასავლეთის ერთობლივი მიზნებისთვის. იმიტომ რომ ეხა გონიათ რომ რაღაც განსხვავებული იყო, მაგრამ მაშინ იმ დროს დასავლეთი მთლიანად ხარს უჭერდა კრემლს. და არაერთი განცხადება იყო ყველაზე მაღალი პირების დასავლეთის, რომ ყველაფერს უნდა ხელმძღვანელობდეს კრემლი, გორბაჩოვი და რესპუბლიკები უნდა დაემორჩილონ იმ გეზს, რომელიც გორბაჩოვს მიყავს. ვინც ამას წინააღმდეგებოდა, ის რა თქმა უნდა, როგორც მოხდა, მერე ზვიადი იყო ეს და ის დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. აი ამ ეს ყველაფერი რო ტალღა მოდის, ამ დროისთვის მე უკვე დავაკვირდი და ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ვიხდი, რომ არსებულ მინისტრთა საბჭოს არ მიყავს სწორი გზით საქმე. ანუ სწორი გზით იმ თვალსაზრისით არ მიყავს საქმე, რომ რგვალი მაგიდა ძალაუფლებაში მოვიდა არჩევნები მოიგო და მე თავისი თავმჯდომარე პრეზიდენტად აირჩიეს, ისე რომ მას ჰქონდა ეკონომიკური პროგრამა. ერთ-ერთ მას მერე პრაქტიკულად ასეთი ვრცელი ეკონომიკური პროგრამა, რომელსაც ერქვა გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური პროგრამა. სოციალიზმიდან უნდა გადავსულიყავით საბაზრო ეკონომიკაზე. და შუაში რაღაც უნდა ყოფილიყო, რომელიც აი იქიდან აქამდე მივიყვანდა სტრესების და საშინელებების გარეშე. შოკების გარეშე. შოკების, რა თქმა უნდა, და ხალხის გაღატაკების და გაძარცვის და ყველაფრის გარეშე. უკვე გამოჩნდა მოვლენები, ეგრეთ წოდებული მტაცებლური პრივატიზაციის, რომელიც ესე იგი უკვე გამოჩნდა, უკვე თვალნათელი იყო რაღაც წრე ადამიანების. ხო, რაღაცა წრე ადამიანების აპირებს ისარგებლოს ამ მომენტი და ხელში ჩაიგდო სახალხო ქონება. იმიტომ ის ქონება, რაც ის პრივატიზებაც ხდებოდა, ის იყო მანამდე სახალხო ქონება. ხო. ამასთან დაკავშირებით დავწერე სტატია, რომელსაც დავარქვი ქართული პოლიტეკონომია, რომელიც წარუდგინე პრეზიდენტს. წარუდგინე პარლამენტის კომისიებში, რომლებაც ჩააგდეს ის ურნაში. და რო ნახე რომ იქ არავინ ყურს არ იბერტყავს ამაზე, მე პრეზიდენტს მივაწოდე. ნუ იმან წაიკითხე, შენიშვნები მომცა და სხვა შორის იქ იყო მომენტი, როდესაც მე ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ომია მოსალოდნელი და ამისთვის ომისთვის მზადება არის საჭირო. და ამიტომ სახელმწიფოს ხელში უნდა ქონდეს ისეთი რესურსები, რომელიც ომში დაჭირდება. და ეს ნაწილი ზვიადმა ამომაღებინა საერთოდ და დავტოვე მხოლოდ სახელმწიფო კაპიტალიზმის იდეა. იქ სინამდვილეში ლაპარაკი იყო სამხედრო ეკონომიკაზე, რომ უნდა დავიწყოთ სასწრაფოდ სამხედრო ეკონომიკის შექმნა, იმიტომ რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელი იქნება ომები. მე გულისხმობდი სამაჩაბლოში და აფხაზეთში, რომელიც მოხდა. და რომელსაც საქართველოს შეხვდა აბსოლუტურად მოუმზადებელი. ზვიადმა ეს ამომაღებია, იმიტომ რომ ესო პანიკას გამოიწვევსო. რამდენად გეჩვენებათ, რომ აი არ აქვს მნიშვნელობა ეს ფორად, მე მგონია რომ ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა, არ არის აუცილებელი ამაში თანხმდებოდეთ, მაგრამ უბრალოდ კი მაინტერესებს იმ პოზიციიდან, აი მე ხომ მაშინ თქვენ იღებდით ამක თქვენ წერდით ამებს, ხო? 88 წელს ვარ დაბადებული. ან ჩვენ ხო რაღაც აი გარემოებები და რაღაცები ჩვენ ცნობიერს აყალიბებს, ხო, ჩვენი პროტესტის შინაარსებსაც, ხო? რამდენად გეჩვენებათ, რომ აი სწორედ ამ 60 წლიანი სოციალისტური წყობის გამო ცოტა
ზედმეტი კომპლექსებიც არსებობდა, თქვათ, სახელმწიფო ქონების შენარჩუნებაზე, იმიტომ რომ პირდაპირ ხდებოდა ამის რაღაცა პოლიტიკური გადათარგმნა მოწინააღმდეგე მხრიდან, რომ აი ესე აბა რისთვის დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, თუ არ უნდა გაგვეყიდა მე ყველაფერი და ასე შემდეგ, ხო? ცოტა აი, როგორ თქვა, რაღაცებს ხო იმ პირდაპირ იმ დროში ბოლომდე გაწყრიალებულად ვერ ხედავ, იმიტომ რომ შენ თავად ხარ იმ სტრესიდან მოდიხარ, ხო? რა დაპირისპირებაში არსებობდა თუ არა ეს წნეხი, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, რომ ამას პანიკა მოყვებაო, ზუსტად გამსახურდია, რომ იძახდა, რომ თვითონ საინფორმაციო ველში შექმნილი იყო თუ არა ეგეთი განწყობა, ანუ პუჩისტების მხრიდან, რომ თითქოს აი პრივატიზაცია არის რაღაცა აყვავების საფუძველი და ეს დანერგილი იყო ძალიან აქტიურად, ისე რომ ამაზე ზუსტად გამსახურდიასაც უწევდა ანგარიშის გაწევა ამ ხელა საინფორმაციო მისთვის პროპაგანდის მანქანისთვის, ხო? ჯერ საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა ეროვნულ ხელისუფლებას არ გააჩნდა. ტელევიზია და გაზეთები სინამდვილეში თავიდანვე ოპოზიციური პოზიცია დაიკავეს. ტელევიზია გადაიქცა პირველ მტრად ეროვნული ხელისუფლების. ისე რომ პროპაგანდის საშუალება ლეგიტიმურ ხელისუფლებას პრაქტიკულად ხელთ არ ჰქონდა. ეს ერთი მხარე, რომ ესე იგი შენ რომ გქონდეს რაღაცა ხალხისთვის სათქმელი, მიტინგზე თუ იტყვი და ტელევიზიაც ამ მიტინგზე შენ ნათქვამს, ან მთლიანად გადასცემს, ან მიჭრი-მოჭრის და მე კომენტარებს დაურთავს 10 იმდენს, რომ აზრი შეცვალოს. რაც შეეხება აი პრივატიზაციის საკითხს, რომელსაც აი შენ დადე ერთი დოკუმენტი, საცა სიგუა წივის და კივის პრივატიზაციაზე, ხო. მე დავდე ჩემ საიტზე მასალები, როდის მოხდა პრივატიზება სხვა რესპუბლიკებში. არც ერთ რესპუბლიკაში სერიოზული რამე პრივატიზება არ მოხდა რა ამის მერე კიდე 2-3 წელიწადი და თან პირობების გარეშე. და უკვე ფული იყო იქ თავისი ეროვნული ვალუტა ქონათ ყველაფერი, მხოლოდ მერე ესე იგი დაიწყეს, ესე იგი რა მინდა ვთქვა, რომ სარგებლობდნენ რა ხალხის უცოდინრობით და იმით რომ არ მოდიოდა სწორი ინფორმაცია, ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, რომ აი უკვე ბალტიაში ყველაფერი პრივატიზებულია, იქ ესე იგი გაგანია კაპიტალიზმია და ჩვენთან კიდე სოციალიზმი ბობოქროს მით უმეტეს ეს გუგუშვილი ვიღაცა მოვიდა, რომ აი ზვიადი მიგვათრევს წარსულში, ისე უნდა დააბრუნოს, ესე იგი ლოკალური კომუნიზმი, ის კი არა, საბჭოთა კომუნიზმი დაიშლება და საქართველოში იქნება ლოკალური კომუნიზმი. ხო და აი ასეთ გარემოში ეს სტატია მიჭრილ-მოჭრილი, რა თქმა უნდა, ბოლოს გამოხდა პრაქტიკულად მაშინვე, როცა მე გავხდი და ზვიადმა ესე მიწვია პრემიერ-მინისტრად. ძალიან მოულოდნელად ჩემთვის. ვისვენებდი ბაკურიანში, ვიყავი ჩასული შაბათ-კვირას ბავშვების სანახავად და ფოსტიდან მოვარდა გოგო, ფოსტის გოგო, ფოსტაში დარეკა, რა თქმა უნდა. არ იცოდა ტელეფონი გვაქვს, მაგრამ და გამომიძახე ჩამოდი ყაზბეგში. ნუ ეს ცალკე ეპოპეა, მაგრამ ფაქტი ერთია, აი რა კითხვას რო უპასუხოთ. იქ ქმნიდნენ ხელოვნურად შთაბეჭდილებას ხალხში, რომ რაღაცა არსებით ესე პრივატიზების მოხდენა, ესე იგი ხვალვე ამათ აცხოვრებს. მერსედესები დაიყრება. დაიყრება, კი, ყველაფერი ასეთი და ეს ზვიადი გამსახურდია კი, ესე იგი ამას რაღაცა ძალიან კარგ საქმეს არ აკეთებს და საწყალ ხალხს აფერხებს. მე იქ იყო ესეთი გარემოება, რომ იმისთვის რომ მოსკოვი დათმობებზე ეძულებინათ, რკინიგზა იყო რამდენიმე დღით გადაკეტილი და ამ რკინიგზის გადაკეტაზე ატეხეს, რომ აი დარჩა საქართველო მშიერი. რა თქმა უნდა, 3 დღი და 4 დღი და გინდა ერთი კვირით რკინიგზის ჩაკეტვა. თან ამ ჩაკეტვასაც თავისი სხვა ისეთი ფაქტორი ჰქონდა, რომ იქ სამხედრო გადაზიდვები ხდებოდა ამ რკინიგზაზე, მათ შორის ატომური იარაღის. იმიტომ რომ მაშინ საბჭოთა კავშირის რაკეტები მატარებელში ჰქონდა. იყო სპეციალური მატარებელი, გარედან გავდა საბარგო მატარებელს და სიამბლეში ვაგონებში იდო ბალისტიკური რაკეტები. და ეს ისე მოძრაობდნენ აქეთ-იქით, რომ
საშიშროებას გნიდეს. ხო და ამით ეს შეფერხდა მე ჯარებისთვის გადმოტანა გაძლიერება ხდებოდა საქართველოში ჯარის. ხა დღეს გონია ხალხო დამოკიდებულება რომ გამოცხადდა საქართველო გახდა უცხოეთი. მან შეერთდა საბჭოთა კავშირის უცხოეთი. ამ დროს ყველა პორტს, აეროპორტს და ყველა საკონტროლებს ისევ კრემლი. საქართველოს არ აქვს არ თავისი საბაჟო, არ თავისი სასაზღვრო დაცვა და საზღვარგარეთ დგანან რუსები. ხო, ის კი არა ბრიუსელში რომ მომიწია წასვლა, ვიზა ავიღე მოსკოვში. ხო, კაი ხანი ეგრე. იმიტომ რომ ჩვენ პასპორტი არ ქონდა და არც ცნობდნენ საქართველოს დასავლეთით დამოუკიდებელ ქვეყნად არ ცნობდა. ისე რომ აი ზღაპრების და მოგონილი ჭორების ვითარებაში აცხოვრებდნენ ხალხს. აწმყოსა და წარსულის მისტიფიკაცია ყველა. მისტიფიკაცია ხდებოდა თან გაყალბება ცუდი მხრივ. ცუდი მხრივ ხდებოდა გაყალბება. ამ დროს რუალ მაგიდას ჰქონდა კარგად ჩამოყალიბებული გათვლილი ეკონომიკური პროგრამა. აი ეს გარდამავალი პერიოდის ეკონომიკური პროგრამა, რომ ესე იგი როგორ შეიძლება მოხდეს გადასვლა კაპიტალიზმიდან სოციალიზმიდან კაპიტალიზმზე ისე რომ არ გამოიწვიოს მასობრივი გაღატაკება. აი ჩემს სტატიაში სწორედ ესაა მითითებული, რომ ესე მოსალოდნელია, რომ ამ სახალხო დოვლათს ქარხნებს, ფაბრიკებს ვიღაც უბრალოდ ნომენკლატურა ჩაიგდებს ხელთ. და ესე იგი ხალხი დარჩება მშიერი, უმუშევარი და ხელთ არაფერი არ ექნება. შეიძლება რომ მაყურებლისთვის უცბად გლობალური კონტექსტი მივცე, ანუ პარალელურად რა ხდება ამ დროს მსოფლიოში, ხო? მეგობრებო, ანუ 80-იან წლებში, მაშინ როცა ანუ აი საბჭოთა კავშირში პერესტროიკა, დანგრევის პირას მიდის ნელ-ნელა საბჭოთა კავშირი, ანუ სოციალისტური სახელმწიფო მიდის დაშლისკენ, ამ დროს დასავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამყარებული კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპი, ანუ რაც ბესარიონ გუგუშვილის ტექსტში არის, სახელმწიფო კაპიტალიზმი, სოციალური პასუხისმგებლობები, ასე შემდეგ, ასეთი ეკონომიკური სისტემა შეიქმნა დასავლეთის ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. კეთილდღეობის სახელმწიფო ქვია მას, როცა ხშირად გიყვებით ხოლმე ამაზე. უკვე 70-იან წლების ბოლოდან დასავლეთში იწყებს აღზევებას ნეოლიბერალიზმი, ანუ დერეგულაცია, ბალტიის ქვეყნებს, ფინეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ჰოლანდია, ამ ქვეყნების ეკონომიკებს უწოდებდნენ თითქმის დღემდე ევროკომუნიზმს. ევროკომუნიზმს ოფიციალურად, პრაქტიკულად ეწოდებოდა ევროკომუნიზმი. ისე რომ მოდელი, რომელიც ჩვენ მოგწონდა, ევროპაში არსებობდა. კი, აი თუ შეიძლება გავაგზავნოთ უცბად. ანუ ნახეთ მეგობრებო რა ხდება, ანუ დასავლეთში 70-იან წლებიდან იწყება კეთილდღეობის სახელმწიფოს რღვევა კაპიტალის სასარგებლოდ, არა შრომელთა სასარგებლოდ და ამ დროს ირღვევა სოციალისტური საბჭოთა კავშირი, რომლის ეროვნულ მოძრაობასაც უნდა კეთილდღეობის სახელმწიფოზე გადასვლა, სოციალიზმიდან კეთილდღეობის სახელმწიფოზე გადასვლა, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, დიდ ინტერესს და კონფლიქტი იყო დასავლეთში ახლად გამეფებულ ნეოლიბერალიზმთან, რომელიც ალბათ საბჭოთა ეროვნული პერსპექტივიდან ცოტა კიდე სხვანაირად ჩანდა, მთელი მისი ბოროტება არ ჩანდა ალბათ ესეთი სიცხადით. ჩანდა კი რომ თქვენ ტექსტში რა პოლიტეკონომიაში, ხო? აი გაქვთ ესეთი ერთი პასაჟი წინადადება რა. ეს არ ჩათვალოთ რომ კრიტიკა, ეს არის ეს უბრალოდ კონტექსტის გაანალიზება, რომ თქვათ რომ ჩაკეტილი სახელმწიფო და გასაგებია რომ შეიძლება ისეთი ინფორმაცია გარესამყაროზე არ არის, ხო? მაგრამ გაქვთ ერთი ესეთი პასაჟი რომ აი მაგალითად დასავლური ნეოკოლონიალიზმიო რაც კოლონიალური პერიოდი მთავრდება, მე რო ეხმარებაო ამ ქვეყნებსო განვითარებაშიო. ხო? რაც ახლა პრინციპში არ არის სწორი. არა, ეკონომიკურ განვითარებაში ეხმარება. ანუ აფრიკა. არა, ეკონომიკური განვითარება უნდა წარმოვიდგეთ ინფრასტრუქტურის განვითარება, რომ იქიდან გამოტანა ნედლეულის და საქონლის გაუადვილდეს. ეხლა ამბობენ ბრიტანეთმა, კი ბრიტანეთმა დაიპყრო ინდოეთი, მაგრამ მედიცინა შეიძლება. მაგრამ შექმნა რკინიგზები. რკინიგზები იმისთვის შექმნა, რომ დოლათის გამოტანა და მისი ექსპლუატაცია იოლი გამხდარიყო. მან გულისხმობ, რომ შექმნა ეკონომიკური სტრუქტურები,
რომელსაც საკმარისია პატრონი გამოუცვალო და ხალხს მოემსახურება. ზუსტად, რა თქმა უნდა. პატრონის საკითხია იქ. აი რკინიგზას ვინაა რკინიგზის პატრონი? თუ სახალხო სახელმწიფო გახდა იმ რკინიგზის პატრონი. კი. ესე იგი ტრანსკავკასიის რკინიგზის პატრონი თუ გახდა პირობით სახელმწიფო ხალხის კეთილდღეობისთვის იმუშავებს და ერთი საიდუმლოა, რომელიც პრაქტიკულად არსად არ შემხვედრია. აი ამ მტაცებულურ პრივატიზაციას, ანუ ნომენკლატურის მიერ პრივატიზებას სახელმწიფო ქონებს. დასავლეთი კიდე იმიტომ უჭერდა მხარს, რომ მიხვდა, რომ ნომენკლატურა ზოგადად მომსახურე ფენაა და ის იოლად გამოიცვლის პატრონს. ამით სინამდვილეში ისინი ასე თვლიდნენ, რომ შექმნიდნენ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში უკვე ესე იგი მიითვისებდნენ რა საბჭოთა ნომენკლატურას დასავლეთის სასარგებლოდ. ესე ხელში ჩაიგდებდნენ ყველაფერს ნომენკლატურის მეშვეობით. ანუ მათთვის გაცილებით იოლი იყო 10-15 კაცის მოთოკვა, რომელსაც ქონება ეს ხელში ჩაუვარდა, ვიდრე ეს ქონება რო ყოფილიყო სახალხო, რომელსაც მართავს პირობით პარლამენტის კომისიები და იქ მთელი პარლამენტი უნდა დააჩოქო და ხელში ჩაიგდო. ამიტომ სინამდვილეში ამ მტაცებლური პრივატიზაცია დასავლეთის ინტერესებში იყო. თავად დასავლეთშიც იგივე ხდებოდა იმპერიაში. ხო, იგივე ხდებოდა. ეხლა ფინეთში რო ჩამოვედით, საბანკო ანგარიში თვითონ გაგვიხსნეს ერქვა პოსტი ბანკი. სახელმწიფო. რომელიც იყო სახელმწიფო კერძოდ გაფორმებულია როგორც სააქციო საზოგადოება, მაგრამ აქციების 99% და 99% ეკუთვნის სახელმწიფოს. აქ ქონდა ანგარიში. მე ეს პრივატიზება რო დაიწყო აქაც. ეს მიყიდეს იმას, მიყიდეს ამას, მიყიდეს თან უცხოელებს, ნორვეგიელებს, ვიღაცას ეხლა რა ქვია დამავიწყდა. როგორ წარმოგედგინათ აი ინდუსტრიების ინფრასტრუქტურის გარდაქმნა უკვე გამოყენება, როგორც თქვით რა, რომ აი ინდოეთში იქნება თუ სხვაგან, ხო? ანუ რკინიგზას თუ მფლობელს შეუცვლი და მოაქცევს სახალხო ინტერესში, ხო? ანუ თქვენ რეალურად ხვდებოდათ ხშირად გაუმართავი რაღაცაში ჩამორჩენილი, რაღაცაში წინ, რაღაცა, მაგრამ დიდი საბჭოთა ინფრასტრუქტურა, ხო? და უბრალოდ ამ ტექსტში მე რასაც ვკითხულობ, თქვენ ტექსტში მე ასე ვკითხულობ რა, რომ თქვენი ამოცანა იყო უკვე ამის ეროვნულ ინტერესში მოქცევა. როგორ ხედავდით ამას თქვენივე სიტყვაში? ეროვნული სახელმწიფოს ინტერესში. ხო, ინტერესში მოქცევა. ესე იგი, არა ტრანსნაციონალური სახელმწიფოს, არამედ ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებში მოქცევა. და ეს რაღაცასაც დავამატებ თუ შეიძლება უკაცრავად. და აი რადგან საუბრობდით ეხლა რომ აი თქვათ იქ ნეოლიბერალიზმი განვითარდა, ხო? აი პრინციპში ბატონი ბესარიონის ტექსტი რაც არის სუფთა გამოსავალზე სახელმწიფო კაპიტალიზმის შესახებ, ხო? აი ამ სწორედ აი ამ ნეოლიბერალური 10 წლეულების შემდეგ აი რასაც ბესარიონ გუგუშვილი წერს აი ამ ტექსტში, რომელსაც პასაჟების თქვენ ეხლა წაგიკითხეთ და თავად ბატონი პრემიერიც მოგიყვებათ ამაზე. დღეს არის თავად უკვე მსოფლიო ბანკები და ისინიც კი მივიდნენ ისეთ კრიზისამდე მივიდა ნეოლიბერალიზმი, რომ მათივე ცნობილი ეკონომისტებიც უკვე ამას ქადაგებენ, რომ სხვა გზა არ არის. სახელმწიფო კაპიტალიზმის მისკენ გადართვა ნეოლიბერალიზმიდან. თქვენ კი ამას საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისშივე ამბობთ. სახელმწიფო კაპიტალიზმის, ანუ ეთათიზმი ქვია, ფრანგული ტერმინი. ეთათიზმის მაგალითები ბევრი იყო და დღესაც არის. მაგალითად, ეთათისტური პოლიტიკით ესპანეთმა იხსნა თავის ეკონომიკა მსოფლიო კრიზისის დროს. ეთათიზმის პოლიტიკით თურქეთი გახდა ის, რაც დღეს არის. მძლავრი ინდუსტრიული ქვეყანა, რომელსაც ნატოში ამერიკის მერე ყველაზე ძლიერი არმია ყავს, არა ნუკლეარული. არა აქვს ატომბირთვული იარაღი საფრანგეთისთვის და ინგლისის მაგვარად, მაგრამ არმია გაცილებით უფრო ძლიერი ყავს, ვიდრე ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს. კორეის, სამხრეთ კორეაზე აქვს ლაპარაკი.
კორეის განვითარების საფუძველიც იყო სპეციფიური სახელმწიფო კაპიტალიზმი. კი, ისე რომ სახელმწიფო კაპიტალიზმის ცალკეული ელემენტების რაღაც კომპლექსების გამოყენება მთლიანობაში კი არა, ელემენტების ამ იდეოლოგიაში არის ისინი ჭრილები. რაღაც ჭრილების გამოყენების ძალიან კარგი შედეგის მომცემი მაგალითები გვაქვს სოფლიოში. იყო იმ დროსაც, როცა ეროვნული ხელისუფლება არსებობდა და დღემდე არსებობს. ხა ჩინეთს არ მოვიყვან მაგალითად, თუმცა ჩინეთში იგივეა, მაგრამ ეკონომიკური შედეგები ნათელია. დემოკრატიაზე ლაპარაკი იქით გადავდოთ. რომ დემოკრატია არ არის და ხალხი ტირის, მაგრამ ესეც არ არის, მაგრამ პირობითად თქვათ, რომ მივიღოთ ის, რომ ესე იგი ხალხი იტანჯება მაშინ. და ესე იგი დღეს ხვალ გამოვლენ კომპარტიის წინააღმდეგ ქუჩებში და დაამხობენ კომპარტიას. მაგრამ ეკონომიკური შედეგები ხო თვალნათელია. ესე იგი ეს სწრაფის და ერთი სიტყვით არ აქვს მაგას ნიშნობა, სამხრეთ კორეა მაინც უნდა მივიღოთ. ამაგაზე ხო ვერ ვიტყვი, კლასიკური შერეული ეკონომიკა. არადემოკრატიულია და მამაძაღლულია რა, კარგია. ხო. ისე რომ აი საქართველოს მაშინ შეეძლო ეკონომიკის არსებითი ნაწილის გადარჩენა მუშა მდგომარეობაში. პირველი. მეორე შესაძლებელი იყო კოოპერირების ჩამოყალიბება უკვე ისევ რუსეთის უკვე დამოუკიდებელი რუსეთთან კიდევ უფრო პერსპექტიული იყო ასეთი რა ქვია ეკონომიკური თანამშრომლობა თქვა შუა აზიის რესპუბლიკებთან, ყაზახეთთან, რომელსაც უზარმაზარი რესურსები ჰქონდა, აზერბაიჯანთან და ისე გააკეთეს, რომ ეს არა მარტო პრივატიზაცია მოახდინეს, ეს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები გაათითოვეს. გადაკიდეს ერთმანეთს. ერთმანეთს გადაკიდეს და მათ შორის კავშირების აწყობის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ. დამოუკიდებლად რო აეწყოთ კავშირები. ესე იგი, ისა რა ქვია, ხორცი უნდა ჩამოგეტანა ავსტრალიიდან კენგურუს ხორცი, ცნობილი ის იყო მაშინ, ხალხი იცინოდა მაგაზე, სიგუამ რომ კენგურუს ხორცი ვითომ მოქონდა და გემიროს რაღაც მერე დაიკარგა. ამბობს აგერაგა ყავს გვერდზე მეზობლები, რომელსაც თავსაყრელი აქვს ხორბალიც, ხორცის და ყველაფერი შენ მარგანეცი მიაწოდე, პირობით ვამბობ და მიიღებს სამართლოს. ისე რომ სინამდვილეში გარედან ძალიან ძლიერი ხელით საქმე მიემართებოდა იქითკენ როგორც წავიდა. და აქ პატარა ჩართვას გავაკეთებ მაყურებლისთვის თუ შეიძლება. აი ჩემ თაობას მოგმართავთ განსაკუთრებით, აი 20 მილენიალები რო გქვია რა. პატარებს კიდე არ გახსოვთ. აი მთელი ჩვენი ბავშვობაში რაც გავიარეთ, უხელფასობა, უშუქობა, გახსოვთ აი ქუჩები გადაკეტილი და საბურავები და ასე შემდეგ და რაღაცა, ხო? არ არის საჭირო ამისთვის ეკონომიკური განათლება და რაღაც. და ეს ეკონომიკური განათლებაც რო წავართვეს პოლიტეკონომიკური განათლებაც რა, იქვე დაგვაჯერეს მე რომ ეს იყო რაღაცა ჩვენ ვართ უვარგისი, რაღაც კრიმინალი ხალხი, რომელიც გადავეკიდეთ ერთმანეთს, რაღაცა ეს და აი ეს კაცი, ეს ადამიანი, ვისაც ისმენთ თქვენ და ზუსტად გამსახურდა ეს ხელისუფლება საკუთარი სხეულებით, საკუთარი სიცოცხლით ეფარებოდნენ იმას, რომ ჩვენ მაგაში არ გავზრდილიყავით. და ეს რაღაცა ის კი არ არის, რომ რაღაცები თავისით მოხდა და ასე შემდეგ. არა, ეს იყო დაგეგმილი, კანონზომიერი, ეკონომიკური, სოციალური შოკები. აი, შოკური თერაპია ძალიან ბევრს რო გიყვებით ხო და იქ ნაომი კლაინის წიგნი და ასე შემდეგ. ზუსტად ამ ტექსტში არის ნახსენები, რომ საქართველოს არ უნდა გაიაროს თქვენ გაქვთ ესე ნათარგმნი ეს ტერმინი შოკოთერაპიები. ნახსოვს იქ ესე. ნუ ეს ახალი ტერმინია. ხო და გასაგებია რა ისე კი რა თქმა. თვეების გაჩენილი. ხო, აი წარმოგიდგენიათ რომ ხა დღეს ჩვენ საუბრობთ უზარმაზარი სოციოლოგები, ეკონომისტები, ისინი ესენი რომ აი ეს მოხდა, განხორციელდა და უკვე წინასწარ არის ჩადებული ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლებაში და პირადად ბესარიონ გუგუშვილის ტექსტში, სადაც ისინი ზუსტად ხედავენ რა ფაზებია დაგეგმილი საქართველოს, იმიტომ რომ ეს მეგობრებო, ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება რა თითქმის რა, ცოტა წაკლია რომ ზუსტი პოლიტეკონომია მით უმეტეს. ხო, პოლიტეკონომია მით უმეტეს.
ადგები ობიექტური მეცნიერება ასე. კი. ზუსტი არ არის, მაგრამ ობიექტი, ხო, ზუსტი თითქმის თქვა, მაგიტომ თქვი არა ზუსტი თემპლატ არ არის. ისა და იმდენად თვალნათელი იყო ეს ყველაფერი, ამიტომაც უჭირთ ხოლმე ადამიანებს ამის გაგება, რომ როგორ თქვა, თითქოს საბჭოთა კავშირი ინგრევა და არ იქ ხა დასავლეთი მორბის იქ ხალხის დასახმარებლად, ხო? და აი ამიტომ აგიხსენით ეს ყველაფერი აქამდე ამ იდეოლოგიურ ჭრილში, 10 წლეულების ჭრილში და ასე შემდეგ, რომ ეს უფრო თვალნათელი იყოს, სად გაიყო გზები. სხვათა შორის არ მომიწოდებია უკვე გროზნიში ზვიადის თხოვნით დავწერე სტატია კიდევ ერთი, რომელიც გამოქვეყნდა ინგლისურად სოვიეტ ანალისტი გამოდიოდა ეგეთი ჟურნალი. რომელშიც დაიბეჭდა ის უკვე ინგლისურად. რომელიც მერე თარგმნეს ქართულად, დაბეჭდეს საქართველოში და მთარგმნელი და რედაქტორი გაზეთის დაიჭირა შევარდნაძემ და ჩასვა ციხეში. იქ მერე უკვე დეტალიზებული მაქვს მთელი ის მახინაციები, რომელიც ხდებოდა უკვე პუტჩის მერე. იქ ნაწილობრივ პუტჩამდე არის რა მოხდა. ესე იგი, აღწერილი მაქვს ობიექტურ მასალას დაყრდნობით. პერესტროიკის ბოლო მომენტში საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. როგორ გაიტანა ნომენკლატურა მილიარდები საზღვარგარეთ. მილიარდები. რომ მერე პრივატიზებისას ეს უკან დაებრუნებინა როგორც უცხოური კაპიტალი. და ეს საქართველოს ჭრილში როგორც, ესე იგი, პუჩის წინ, როცა შევარდნაძე ვითომ არაფერ შუაში არ იყო, როგორ იყო ჩასული ამერიკაში, როგორ შექმნეს იქ სპეციალურად კონსორციუმი, რომელიც ხელში უნდა გადასულიყო საქართველოში ყველაფერი. და როგორ გენშერი და ისინი როგორ პირდებოდნენ დახმარებას მომავალ არჩევნებში შევარდნაძეს, როცა შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლა იდეაშიც არ ჩანდა. ისე რომ ის მინდა ვთქვა, რომ რაღაცეები დაგეგმილი და მოლაპარაკებული იყო გაცილებით ადრე. მაგრამ ეს მასისთვის უცნობი იყო, ჩვენ ეჭვი გვქონდა, მაგრამ დოკუმენტი ხელთ არ გქონდა არაფერი და მე დოკუმენტებიც გამოჩნდა. ისე რომ მოკლედ რო ვთქვა, ამის აქ დასკვნის გაკეთება შეიძლება ჩვენ ვცდილობდით ხალხი გადაგვერჩინა ამ სიგრატაკისგან, იმ ძარცვისგან, რომელიც 90 წლებში მოხდა. მართალია ეს სტრუქტურული, ორგანიზებული, იდეოლოგიური ძარცვა და არა არა, ეს იყო ძარცვა, რომელსაც ამართლებდნენ რაღაც იდეოლოგიებით. შენიღბული იყო. ქაოსი ძარცვისთვის და არა ქაოსი როგორც გამომწვევი მიზეზი. კი, ქაოსი შექმნილი იყო იმისთვის, რომ ეძარცვათ. მხედრიონი შევარდნაძის მხარემ შექმნა იმისთვის, რომ დაემარცხებინა ეროვნული ხელისუფლება და მერე თვითონვე მოსპო, როცა აღარ დაჭირდა. ქუჩაში დადებდნენ მხედრიონები და ყრიტავდნენ, ხო? ამ შემთხვევაში აი აქ მინდა რომ ეს ნაწილი გავხსნა. ჯეიმს ბეიკერი 1992 წელს ჩამოდის საქართველოში და ყოველთვის ენციკლოპედია გვატყობინებს, რომ ხდება მხედრიონის საპატიო წევრი. მინიმუმ ვიცით რომ დაესწრო მიიღო medalionი. ხო, ჯაბა იოსელიანის ხელიდან. მხედრიონის medalionი. და ძალიან ის არის, რა ქვია, აი სხვათა შორის ძალიან უცნაურია როგორ მუშაობს პროპაგანდა. უცნაური არ არის თქვენთვის, ახლა ჩემზე კარგად იცით ეს ყველაფერი, ხო? აი რაც ამ თემებზე ძალიან აქტიურად კიდე გავააქტიურეთ ეს თემები, რაღაცა რავი, აი ჩემი კიდე სხვა ადამიანები და ეხა კიდე აი თქვა ამ წელს კონკრეტულად, ხო? აი უცბად საიდანაც ჩნდება ეს რაღაც ჩამოგლეჯილი ჩანაწერები, უცბად მორიგი მითოლოგიის აშენება რა, რომ ზვიად გამსახურდია მიწერა წერილი ჯეიმს ბეიკერს და ეს წერილი როგორ ვერ ჩაღწია ადრესატამდე და მე ხოც ეს ქართული მითოლოგიის მამა მარჩენალი უცხოელი პატრონის რომელიც მას როიცოდეს რა ხდებოდა აი ნიკოლოზმა როიცოდეს ხალხი რა როიცოდეს ხო ეს არ მოხდებოდა და ამ დროს ბეიკერი ჩამოდის მხედრიონის საპატიო წევრის და როგორ წარმოგიდგა აი რა მასშტაბის ამაში მე სიკეთესაც ხედავ რა ჩვენ ნაიური ხალხი ვართ ცოტა მოიცა გეტყვი მაგაზე რა მიხდირის თქმა მინდა მთელი პუჩის განმავლობაში რომ უნდა რომ დაიჯეროს რომ წერილმა ვერ ჩააღწია და ეგ იყო მიზეზი მთელი პუჩის განმავლობაში კიტოვანის რაზმში ჩანერგილი იყო ცერუს მაღალი რანგის ოფიცერი რომელიც მერე გავიცანი გროზნიში
ესე პირადად მონაწილეობდა კიტოვანის რაზმის ტყეში გასვლაში, პირადად მონაწილეობდა, როცა იმათ ტელევიზიის ოკუპაცია მოაწყეს, ეს ცნობილი აქცია იყო. და ამის შესახებ და ისა ხელმძღვანელობდა კიდევაც და ინფორმაციასაც აწვდიდა თავის პატრონს. და პარალელურად სადამ ჰუსეინად ყავხართ გამოცხადებული დასავლურ მედიაში. არა, ის თვითონ ცუდად იყო, ის ადამიანი ოფიცერი, მაღალი რანგის ოფიცერი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის. პირადად ცუდად იყო განწყობილი ზვიადის მიმართ. პირადად, ესე იგი, აი იმ კატეგორიის ადამიანები იყვნენ, რომელსაც ზვიად გამსხმობდა ფიზიკურად ეზიზღებოდათ. მერე აღმოჩნდა გროზნიში. მიავლინეს გროზნიში. და გროზნიში შემთხვევით შევხვდით. და ესე იგი იქ თქვა რომ მე ვიყავი ვესწრებოდი ვიყავი კიტოვანთან თვითონაც ხო მე სულ კი არ ვიგონებ რომ ვიყავი კიტოვანთან ტყეშიც მე ვიყავი იქ როცა ტელევიზიაში შევიდენ რომ ყველაფერი წესრიგში იყო რომ ესენი ისა და ეს რომ გავიგე კიდე ადამიანი იყო ქართველი ჩემთან ერთად პარლამენტის წევრი არ მოგვეწონა ეს კაცი ძალიან და ესე იგი დუდაევთან მივიტანეთ ინფორმაცია რომ ეს კაცი აი ჩვენთანაც იყო ჩამოსული და ესე იგი სინამდვილეში მონაწილეობდა პუჩში პირადად ეს უკმაყოფილება დუდაევმა დიდი გავლენა ჰქონდა მიაწვდინა იქ და ერთი კვირის მერე მიძახის დუდაევის მდივანი რომ გთხოვსო დუდაევი მოსვლას მივედი მე და ისევ ის ქართველი პარლამენტის წევრი მივედით და დახვდა ვიღაც ბიჭუშკა ტურკლიან ჯემპრში და ესე იგი იქ დუდაევის თანაშემწემ გაგვაცნო რომ ესო ცენტრალური სადაზვერვო რა ქვია სამართლოსო ამერიკისო განყოფილების გამგეა რომელიც არის უფროსი იმ ტიპის რომელთან ჩვენ ეს მოგვივიდა სიტყვიერი ესეთი უხეში კი არა მაგრამ ესეთი პრინციპული ლაპარაკი გამოგვივიდა ხო დავჯექით იქ ვიცი რომ რაღაც პრეტენზიები გაქვთ ამ ბატონის ვაჟბატონის მიმართო და არა და ის ვაჟბატონი უფროსი ასაკით ვიდრე ეს იმას აცვია ყოფილი ის ქვეითი საზღვაო ქვეითი არის ოფიცერი მესამე თაობაში. გაწკეპილი, კარგად ჩაცმული და ეს ჯემპრში და დახეული ჯემპრში და დახეული ჯინსები თან ახალგაზრდა იმაზე. ხო და ესა რა ქვია, ჩვენ უთხარით რომ ეს გავარკვიეთ რომ ეს კაცი თურმე ჩვენთანაც იყო იქაც და აბსოლუტურად არასწორ, არაობიექტურ ინფორმაციას გაწოდა. თქვენ ხო გჭირდებათ კი როგორც გინდა გააწყვეტო მაგრამ ობიექტური ინფორმაცია მაინც ხო უნდა მიიღოთ ხო და დაუსტვინა და ის ტიპი კარების გაღმაილი რაკეტილი რო ქონდეს კარების გაღმაილი ამან ჩაიდო პირში ორი თითი დაუსტვინა და ის შემოვიდა და ესე ხელით მოდიოქაო მოусმინე ამასო გთხოვთო კიდე ერთხელ თქვითო კიდე ერთხელ გავიმეორო და არაობიექტურია შინაგანად განწყობილია ეროვნული მოძრაობების წინააღმდეგ როგორც საქართველოში ასევე ჩეჩნეთში იმიტომ ჯოხარ დუდაევსაც დიქტატორობას აბრალებდა იმის მერე არც ერთი არ გვინახე არც მეორე ისე რომ იმაზე რო არის ლაპარაკი იმათ რა იცოდენ როგორ იცოდენ იმათ ყავდა და დღესაც ყავთ ისეთი ინფორმატორები რომლებიც იქ აწოდებენ ისეთ ინფორმაციას, რომელიც იმათ ესიამოვნებათ. არაობიექტურს. პრაქტიკულად აი საოცარია რომ 1000-ობით ისინი ყავთ აგენტურა, ხო, ეს NGO-ები და რაღაც ჯანდაბები, ხო? რომლებიც იმათ აწვდიან საზოგადოებრივ ცნობიერების და მდგომარეობის შესახებ დღევანდელურად არასწორ სურათს. ეს საჯარო რაც არის, იმიტომ რომ მაგით უნდა დაამტკიცონ რომ თითქოს არა, სხვათა შორის, აი ის ცენტრალური დაზვერვის თანამშრომელი ხო, ეგეთი არ იყო. ის იყო ოფიცერი, რომელიც თავისი ინტერესით, სინდისით მოქმედებდა, მაგრამ განწყობა რო აქვს საწინააღმდეგო. უკვე ვერ მიაწოდებს ობიექტურს.
და მე როგორ არის იცი მასა არაობიექტურის ისეთი დიდია რომ 1-2 ობიექტური ინფორმაციაც ვერ ცვლის პლუს იმას ყველაფერი ეს იმიტომ რომ იმათი განწყობაა ეგეთი ესე იგი დამკვეთის განწყობა არის ისეთი რომ ის ელოდება სწორედ აი ასეთ ინფორმაციას ისე რომ იმ პერიოდში როდესაც არ იყო ინტერნეტი არ იყო მისვლა მოსვლა ინგლისური კაციშვილმა არ იცოდა საქართველოში. ესე წყაროებზე მიწდომა იყო ნულოვანი უცხოურ წყაროებზე. ამიტომ საშუალება ჰქონდათ რაღაცა ამოგლეჯილი უცხოელი ან ვიღაც მოღვაწეების პოლიტიკოსების იქიდან რაღაც ამოგლეჯილი ფრაზები ისე დაეხვიათ ხელზე, აი მაგალითად დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს. და გაიგე რა. რასთან დაკავშირებით იყო რასთან დაკავშირებით ითქვა ეს რა კონტექსტში ითქვა აი როგორც სხვა შორის ზუსტად იგივე იყო რუსული კანონი დაარქვეს რაღაცა და უკვე შეღებეს შავად ერთია რომ შეიძლება კრიტიკულად შეხედო ყველაფერი, მაგრამ გახადეს ასე ვთქვათ, შავი თეთრი პოლუსი რა ყველა. შავი თეთრის კიდე უარესი, ესე იგი წითელი დროშასაც ხარსო წითელი იმას უფრიალებენ, ისე აფრიალებენ. ეს არის როგორც ახალი კი არ არის, ეს ალბათ 3000-4000 წელიწადი ერთი და იგივე მეთოდოლოგიით ცდილობს ზედაფენები, ქვედაფენების ბით манипуლირებას. არაფერი ახალი არ არის, მაგრამ მოწინააღმდეგე ეროვნული ხელისუფლების როგორც კრემლის სახით, ისევე კოლექტიური დასავლეთის სახით იყო ძალიან ძლიერი. ძალიან ძლიერი იყო და უნდა ის გითხრათ, რომ ზვიადს არ ქონდა იმედი, რომ მოერეოდა. ზვიადის თავარი მიზანი იყო შეექმნა პრეცედენტი მაგალითი ქართველი ხალხისთვის როგორ უნდა ბრძოლა და რისთვის უნდა ბრძოლა. ქრისტიანი კაცისთვის შედეგზე უფრო მნიშვნელოვანია მაგალითის შექმნა. იესო ქრისტე რომ მოევლინა ამ ქვეყანას კომუნიზმი არ მოუტანია. ყველა არ გაუძღია, მონები არ გაუნთავისუფლებია და ასე შემდეგ. შექმნა მაგალითი თავგანწირვის. თუმცა იერარქიზაცია მოსპო ადამიანსა და ღმერთს შორის, წარმართობასა და ქრისტიანობას შორის. დავალება რაც ქონდა ნაკისრი, დავალება თვითონ ღმერთი იყო. ანუ ქრისტიანობით ხო პირველად იერარქია გაქრა ღმერთსა და ადამიანს შორის. ეს თავისთავად, მაგრამ პრაქტიკულად რაც იყო, ეხლა ჩვენ ფილოსოფიაში შეიძლება ძალიან ბევრი ინტერპრეტაცია. 2000 წელიწადი ეს ფილოსოფიურად განიხილება, მაგრამ პრაქტიკულად მარტივად თქვა, მაგალითი და მისა ადამიანს როგორ უნდა თავგანწირვით ბრძოლა ზნეობრივისთვის, სულიერებისთვის, ხო? ზვიადის ამოცანა იყო, იცოდა რა რომ დაგვამხობდნენ. ჩვენ ამაზე ერთი-ორჯერ მაინც სპეციალურად ქონდა ლაპარაკი. ელოდებოდა დამხობას. ერთი იყო, რომ ჩეხოსლოვაკიის მაგალითი სამებრ. შუმეტნაკლებად. რომ ესე იგი რუსის ჯარი გამოვა და ძალით დაამხობს ან დააპატიმრებს ეროვნულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ პუტჩების გამოცდილება მაშინ არ იყო. როდესაც ოქტომბრის პუტჩის მერე პარლამენტში შევიტანე მინისტრთა კაბინეტმა შეიტანა წინადადება, რომ დაეგმოთ პუტჩის მცდელობა, პარლამენტმა არ მიიღო, არ დაგმო პუტჩის მცდელობა. და გამოდიოდნენ დეპუტატები, ბატონო ეს არისო, რა პუტჩი, რის პუტჩი, ჩვენ ლათინურ ამერიკაში კი არ ვცხოვრობთ და საიდან ესა და ზუსტად მან დრო აღმოჩნდა. გიჟი ხარ და სულელია და ეს ვინ არის და რეებს ლაპარაკობს. მოხდა პუტჩი. ხო მოხდა. რა თქმა უნდა. ოქტომბერში ვაფრთხილებდით ხალხს, ამზადებენ პუტჩს. ბატონო ბესარიონ, თქვენ როგორც საქართველოს ლეგიტიმურ პრემიერ-მინისტრს, აი მოკლე ლაკონური შეფასებით. მიგაჩნიათ თუ არა, რომ თქვენი და ზვიად გამსახურდიას ეკონომიკური ხედვა
საქართველოს პოსტსაბჭოთა განვითარებისთვის იყო ის თავარი თუ არა ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა რომელმაც დაგაპირისპირა რის გამოც დაგიპირისპირდა დასავლეთი კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატები მის სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტი და შემდგომ მთელი ნეოლიბერალური მანქანა რომელსაც უბრალოდ მთელი ეს რაღაცა ეკონომიკური რიგი კატასტროფების ჰქონდა დაგეგმილი არა მარტო საქართველოზე არამედ ბევრ სხვა ქვეყანაზე ანუ აი თქვენი ეს ტექსტი და ეკონომიკური ხედვა იყო თუ არა ერთ-ერთი საფუძველი იმის, ამიტომ რომ ეს ჩვენი ხალხის ისტორიაში, ჩვენი ხალხის კოლექტიურ მეხსიერებაში, როცა ვლაპარაკობთ, ხო, კოლექტიურ პასუხისმგებლობაზე, კოლექტიურ მეხსიერებაში, ეს არის აი ის მთავარი საკითხი, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩვენ ან ვართ რაღაცა ამ რეჟიმს ხალხის ცნობიერში არის, რომ თითქოს ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელსაც თან ვერ ვაშენებთ. და ამიტომ მე ხალხი ეძებს ამ რაღაცა ტიპის გარედან დახმარებას სახელმწიფოებრივ მშენებლობაში. ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა პარადოქსია, ხო, რომ თითქოს გარეძალამ როგორ უნდა აგიშენოს, შენ ან დაგილაგოს ქვეყანა, ხო? აი სწორედ ამ ტექსტში მე ვხედავ ამ დალაგების გზას. ან საბჭოთა ეკონომიკიდან გამოსვლა, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბება საკუთარი ეროვნული ეკონომიკით, ხო? ეს ტექსტი არის თუ არა ის მთავარი წინააღმდეგობა რის გამოც და ეს ხედვა თქვენ შეგვთქვათ წინააღმდეგობა დასავლეთისგან და კრემლისგან ერთად. უფრო ფართოდ უნდა შეხედვა. მარტო ეკონომიკურ და სოციალურზეც არ დაიყვანებოდა ეს წინააღმდეგობა. მე-20 საუკუნეში და მანამდეც სინამდვილეში მე რასაც ვხედავ რაღაც გასული იმ პერიოდიდან ალბათ 300-200-300 წლის განმავლობაში რეალ გამსახურდია იყო ერთადერთი ადამიანი რომელმაც ზნეობრიობა და სულიერება სახელმწიფო პოლიტიკის უფრო ხალხზე ზრუნვის მთავარ საგნად გამოაცხადა. ესე იგი ხალხის ზნეობრივი და სულიერი ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვნად ჩათვალა ვიდრე ეკონომიკური კეთილდღეობა, ხოლო ეკონომიკური კეთილდღეობის საძირკვლად გამოაცხადა ზნეობრიობა და სულიერება. აი ეს იყო ზვიად გამსახურდიას ხედვა, რომელიც მე უბრალოდ იმის ერთი კუთხე გავაშუქე ჩემ სტატიაში და მეუძღვენი ჩემი, ასე ვთქვათ, მეცნიერული და პრაქტიკული უფრო გამოსვლები რაც ჰქონდა. ანუ აი ეს ყველაფერი ერთად აი ეს კომპლექსი, ასე ვთქვათ, რომ ზნეობრიობა და სულიერება უნდა დაედოს საფუძვლად თვით ეკონომიკურ განვითარებასაც, სოციალურ სფეროსაც. ეს იყო ზვიადის გენიალური მიღწევა. იმიტომ ეს მანამდე არავის ვერასად ვერ ნახავთ თქვენ ამას. ამავე დროს ზვიად გამსახურდიას ხედვაში, რომელსაც მე ვიზიარებდი სრულად და ვიზიარებ, იყო ზრუნვა ქართველ ერზე. სწორედ ერზე, ადამიანებზე. არა აბსტრაქტულ ეკონომიკურ წარმატებებზე. ახლა ძალიან უხეშად ვთქვათ, ეკონომიკისთვის ძალიან საზიანოა. აუ ირაკლი, აი ესეთ მნიშვნელოვან დროს რო ლაპარაკობს ხოლმე, თუ რაღაც გადაუდებელი არ ხდება? ანათებს კი. ხო. თუ შეიძლება რომ ეს ბოლო სამი წინადადება თავიდან დაიწყოს. ეს სულიერი გზა, რომლის აბსოლუტურად იზიარებთ ამ ხედვას. კი, ესე იგი მე აბსოლუტურად სრულად ვიზიარებდი და ეხლაც ვიზიარებ და მეტიც ეხლა კიდევ უფრო ღრმად ჩაუღრმავდი, იმიტომ ცალია და მაშინ საშინელ დატვირთვით მუშაობდით, რომ ზვიადმა ასეთი იდეა წამოაყენა. იდეა უფრო ფართო, ესე ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, რომ თავარი არის ზნეობრივი და სულიერი ჯანსაღი გარემო შექმნა იმისთვის, რომ შეიქმნას ჯანსაღი სოციალური და ეკონომიკური გარემო. ამანტყოფური ხედვებით ვერ შექმნი ჯანმრთელ ეკონომიკას. და მნიშვნელოვანი აგრეთვე ის, რომ ხალხზე ზრუნვა იყო მთავარი. ეკონომიკურ ეფექტურობაზე კი არა მხოლოდ. ეკონომიკური ეფექტურობის თვალსაზრისით პენსიონერები უნდა საერთოდ უნდა ამოიხოცო.
იმიტომ ეკონომიკისთვის ეს ტვირთია, რომელიც კაცია რა, ხალხია, ესე იგი უზარმაზარი მასა, რომელიც არაფერს არ ქმნის, ფრიდმანისთვის ეს არის რაღაცა ამოსახოცი მასა. ამოსახოცი მასაა და ამაზე კი თვითონ ისინიც ხუმრობენ და მაგრამ სინამდვილეში აი ეკონომიკური ეფექტურობას თუ გავხდით თვითმიზანს ნეოლიბერალიზმის რაც არის profit maximization. თვითმიზანად თუ გავხდით დაანჩენს ყველაფერს ჩავთვლის რომ უნდა ემსახუროს ამას. აი ამის წინააღმდეგ გამოვიდა ზვიად გამსახურდია. რა თქმა უნდა, აი ეს კომპლექსი რომ მოისმინეს იმათ და ისინი ვიკითხულობდნენ ზვიადი რას ლაპარაკობს. პრეზიდენტის გამოსვლა ინაგურაციაზე, პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლაში ზვიადმა ხაზგასმით გაიმეორა ზნეობრიობა და სულიერება. აი უნდა გახდეს ქართველი ერის გადარჩენის წყარო. და ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეკონომიკა, სოციალური სფერო და ყველაფერი. ეს უნდა იყოს აი ამ ჭრილში განხილული. ესე იგი, როგორც თქვენ აღნიშნეთ და აი ზვიად გამსახურდიას ხედვა, რომ ანუ მახინჯის ნეობით ან ამორალური საზოგადოებით ვერ შეიქმნება ჯანსაღი ეკონომიკა, ანუ თქვათ ჯერ ცნობიერება, რომელსაც სულიერებად შეგვიძლია დავარქვათ და მერე ეკონომიკა, ანუ აქედან გამოვა ჯანსაღი საზოგადოება, ჯანსაღი ეკონომიკა, უფრო სამართლიანი ეკონომიკა და თქვა სოციალური გაგება რაც არის, რომ ჯერ ყოფიერება გავმართოთ, რომ მერე გამოვიდეს პარალელურადაც გამოვიდეს თქვა ეს ჯანსაღი საზოგადოება, ხო? და აი ამ კონტექსტში მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად აი ეს გასაუბრება, რასაც ახლა ჩვენ ვაწარმოებთ ისტორიულ კონტექსტში, ხა თქვენ არ ახართ უბრალოდ ერთი ეპოქასთან მიბმული ადამიანი, აზროვნებთ და მოღვაწეობთ საუკუნეებში თქვენი ოჯახიდან გამომდინარეც და ისედაც, ხო? ანუ რაღაც აზრის წარმომადგენელი ხართ, ხო? პრინციპში გამოდის, რომ ეს არის ის ადგილი, სადაც ქართული სოციალური და ქართული ეროვნული ერთმანეთს თავიდან ბოლომდე ართმევს ხელს. იმიტომ რომ აქ რომელი პირველი და რომელი მეორე იმდენად გადამწყვეტი არ არის, რამდენადაც ამორის ერთად ჰარმონიზაცია ჩემი აზრით. უბრალოდ გასაგებია რომ თქვა თქვენი ხელისუფლება მოღვაწეობდა იმ ეპოქაში, რაღაც აბსოლუტური ათეიზმის, ამის ამ ეპოქაში და ახლა ვართ ეპოქაში, სადაც თითქოს რაღაცები ათეიზმის ეპოქა. ხო, უბრალოდ ფორმალობა შეიცვალა, ხო? მაგრამ ფორმალობამ დაგვანახა, რომ იგივე ეს ნეოლიბერალური სისტემა მიზანმიმართულად რყвნის საზოგადოებას იმისთვის, რომ აწარმოოს და შეინარჩუნოს სასტიკი ეკონომიკური უთანასწორობა, ხო? ანუ უზნეობა ხდება ეკონომიკური ჩაგვრის იდეოლოგიური საყრდენი საზოგადოებაში, იმიტომ რომ უზნეო ადამიანს, აი მაგალითად თქვენ მაპატიეთ საქართველოში არ ყოფილხართ დიდი ხანია და ვიცი რომ ეს თქვენი რაღაცა პრინციპული პოზიცია ჯერჯერობით მაინც, ხო? იცით რა სიტუაცია, აი რა მოიტანა ამ ნეოლიბერალიზმმა, მე არ ვიცი აქ როგორ მე პირდაპირ მოგიყვებით თქვენ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აი მას შემდეგ რაც თქვენ როგორ ვთქვა, ძალადობრივად დაგამხეს იმის გამო, რომ ჩემი თაობა ამაში არ გაზრდილიყო, დღეს უკვე მორალი ეგეთი, რომ აი როგორ იცი, რომ აი მაგალითად თქვენ გიყურებთ ხო ადამიანი, ხო? აი შეიძლება 20 წლის ადამიანმა იცი რა თქვას ან ჩემზე ლიბერალური იმის განწყობიდან რა, უზნეო, აი ეკონომიკასთან დაკავშირში რა. აი მაგალითად რომ აი ხა ჩვენ ვართ აქ რაღაცა ერთ ქართველი მეწარმის ოფისში მოვედით, ხო, უბრალოდ გადასაღებად და იმის, ხო? რომ მაგალითად რო გააგებინო რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეხა ფინეთში არა აქვს რაღაცა 5 სართულიანი სახლი და მაგარი მანქანები და ასე შემდეგ, ხო? ვერ ყოფილა კაცო მაგარი კაცი და ასე შემდეგ. აბა ფული თუ არის შოვე ისე რა 20 წლის ბავშვები გელაპარაკებიან ამას. შესაბამისად, რასაც სწორედ ზვიად მე ხა ამას ძალიან ისეთი სახალხო ენით ვხსნი, ხო? ანუ რასაც ზვიად გამსახურდი ამბობს, ხო, რომ უზნეო საზოგადოება ვერ შექმნის ჯანსაღ ეკონომიკას, ხო? ან თქვენი გაშუქება რაც იყო, ხო? თან მით უმეტეს ამის, ხო? მივიღეთ ეს. მიმდინარეობს მიზანმიმართული გარყვნა, არ აქვს მნიშვნელობა ხა ეს სულიერებისა თუ ცნობიერის რა შრეებში, იმის გამო, რომ შენარჩუნდეს ეკონომიკური უთანასწორობა, გაძლიერდეს, ანუ ლეგიტიმაცია მიიღოს საზოგადოებაში ჩაგვრამ. უზნეო საზოგადოებას შეუძლია ჩაგვრა მიიღოს ტაში და უკრას, ხო? ამას რომ მაგარია და აბა რა ეგრე გელი უნდა იყო და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აქ ხედავ რაღაცა ძალიან დიდ საერთოს, სადაც თითქოს რაღაც პირველი და მეორე მოდის ერთმანეთთან ჰარმონიზაციაში. რამდენად მეთანხმებით ამაში? კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით და ფაქტორებით შეგვიძლია წარმოვაჩინოთ. მაგალითად, ეხლა რომ მიმდინარეობს პროცესი საქართველოში. ახლო ნაცნობებისგან, მეგობრებისგან ასე მომდის, თითქოს რომ
ვიზა ლიბერალიზაცია გახდა არჩევნების მთავარი გასაღები. ესე იგი, თუ ესე ამათ აირჩევენ, გვექნება ლიბერალიზაცია. თუ მეორეებს ვიღაცებს აირჩევენ, ვიზა ლიბერალიზაცია არ გვექნება. ესე იგი, ტურისტული გარემო გახდა სახელმწიფო არჩევნების მთავარი თემა. რომ წავიდე მილანში ერთი კვირა, რომ გადავიღო ვიშოპინგო. ეიფელის კოშკის ფონზე სელფის გადაღება გახდა საკვანძო საკითხი არჩევნების. ესე იგი, და დანარჩენი ამას მოყვება. თან მე ის კი არ არის მარტო რომ შენ კითხვი რომ დეგრადირებაა ხო საზოგადოების ინტერესების, ამოცანების მორალის რაც თავად და ზნეობის დეგრადაცია, სრულ დეგრადირება. ახლა შე როგორც ათქვი რომ ამით იცდილობენ სიამოვნებაში ამით იცდილობენ თავის ბატონობის შენარჩუნებას. ვინც ამას აკეთებს, ამით იცდილობს ბატონობაში ინარჩუნოს. რა თქმა უნდა. ბატონობა კი განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, ეს მარტო პოლიტიკური ბატონობა არ არის. ეს არის ეკონომიკური გაბატონებაც. ანუ ძარცვის შესაძლებლობა გაიძლიეროს და შეინარჩუნოს, თვითონ იყოს მძარცველი. აქ ლაპარაკი კი არ არის, რომ ძარცვა გაუქმდეს. აი მე უნდა ვძარცო და მე უნდა გავდიდე, თუ შენ უნდა ძარცო და შენ უნდა გავდიდე. აი ეს პარტიები, რომელსაც ხედავ მე 50 პარტია. ყველას ერთი არას ლაპარაკობენ და ამის უკან ხედავენ, რომ თუ თვითონ მოვლენ ხელისუფლებაში, როგორ ახალ სახს აიშენებენ. ამათი ოჯახი როგორ იყიდის კარტიესას, როგორ გადაიღებენ სურათებს, ქორწილს როგორ გადაიხდიან, თქვათ თვითფრინავში ან მალდივის კუნძულებზე თავის ქალიშვილს ან შვილიშვილს. ესე იგი, სიამოვნებაში ამის უკან იმალება კრახაბორობა. ესე კრახაბორები ებძვიან ერთმანეთს. თან კრახაბორებს რატო ვამბობ? რომ თუ მსოფლიოს გადავხედავთ და იმ სიმდიდრეებს, რომელიც დღეს მსოფლიოში არის, როცა ცალკეული ოჯახები და გვარები თითქმის ტრილიონიან ქონებებს ფლობენ, სიამოვნებაში ჩვენი მილიონერები ისეთივე ღატაკები არიან იმათთან შედარებით, როგორც საქართველოში ყველაზე ღატაკია მილიონერის მიმართ. ისე რომ აბსოლუტურად დამორჩილებული კლასია ზნეობრივადაც ეკონომიკურადაც. ესე იგი, მიდის დაჩაჩანაკებას, ზნეობრივ დაჩაჩანაკებას მოყვება ერის ფიზიკური დაჩაჩანაკებას. გამრავლების ტემპები ნულოვანი გახდა. აი ზვიადის ერთ-ერთი არსებითი სტატია დემოგრაფიული სტატია. პარლამენტმა ზვიად გამსახურდიას პარლამენტმა საოცარია რა მიიღო პირველი კანონით საქორწინო ასაკი 18 წლიდან დაიყვანეს 16 წლის. რატომ? იმიტომ დემოგრაფიაში ცნობილია კანონზომიერება, რაც უფრო ადრე თხოვდებიან, მით მეტ შვილს აჩენენ. ამათ სწავლა 12 წლამდე გააგრძელეს. ვირგლები და ქალები, რომელსაც უკვე შვილები უნდა ყავდეს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდნენ. მერე კიდე 5-6 წელიწადი უნდა უნივერსიტეტებში და რაღაცებში ისწავლონ. მერე ასპირანტურაში და ამდენად ესე ვთქვა, პირობით ქალების და კაც ვაჟების გამოდიან როგორც პოტენციური მშობლები 30-40 წლის ასაკში. ეს რა თქმა უნდა ცალკეული ერთი მომენტია, მაგრამ ამას მილიონი უამრავი სხვა შრეა კიდე ეს საკლუბო ცხოვრება პირობით ვამბობ. კი ბატონო გაერთე ყველაფერი, მაგრამ კულტად ქცეული. აი თქვენ რაც თქვენი ხელისუფლება რაც დაამხეს საქართველოში. თქვენ ხო ეს ეკონომიკაც ხო საკუთარ თავში კულტურულ და სამეცნიერო ინფრასტრუქტურასაც მოიცავს ხო მთელი ეს რაც ხედვა სახელმწიფო მოწყობისა ხო აი თქვენი ხელისუფლება რაც დაამხეს მთელი აი ეს უზარმაზარი კულტურული ინფრასტრუქტურა ფილარმონიული დარბაზები კინოთეატრები ასე შემდეგ ეს ყველაფერი მიზან მიმართულად აი სწორედ რასაც ვაპარაკობთ აი ეს სულიერი ზნეობრივი ცნობიერი გაარყნა და ეკონომიკური ჩაგვრა პარალელურად მიმდინარეობს იმიტომ რომ ეს კულტურულ სულიერი ცნობიერი შინაარსი უნდა ამოაცალო მის მაგივრად გაუხსნა კაზინო ან რა ღამის კლუბი მეცნიერება აღარ რა თქმა უნდა. არა, რასაც ეთქვა, მეცნიერება მთლიანად დამოკიდებულია რაღაც მიზანმიმართულ გრანტებზე. მეცნიერი აღარ არის თავისუფალი.
მეცნიერს აღარ აქვს საშუალება კვლევა წარმართოს ისეთი და იმ მიმართულებით, რომელთაც თვითონ თulis საჭიროდ. რაღაც უკვე გამოცხადებული, ანუ და თავის იდეა წარადგინოს გრანტზე და იქ რამე ეროვნული თუ ურევია და ის რაც აი ამ იმით არ მიდის, დინებას რაც არ მიყვება, არავითარ შემთხვევაში გრანტს არ მისცემ. რა თქმა უნდა. სიამოვნებაში მეცნიერება გაცილებით მეტი საშუალება იყო სოციალიზმის დროს მეცნიერებისთვის კრიტიკის, არსებული სისტემის კრიტიკის. ვიდრე დღესა. მაშინ მაგალითად ეკონომიკურ მეცნიერებაში საკმარისი იყო არ გაგეკრიტიკებინა პოლიტბიურო. და პოლიტბიუროს გადაწყვეტილებები, თორე ადგილობრივი პარტიის, საქართველოს კომპარტიის და იმის კრიტიკა მეტის მოთხოვნილი იყო. პარტიის ყრილობები რო ტარდებოდა, ეხლა ახალგაზრდობას ალბათ არ წარმოუდგენია, რომ მოსკოვიდან პირ იყო მოსული დირექტივა, რომ რაც შეიძლება მკაცრად გააკრიტიკეთ ადგილობრივი მთავრობა და ხელისუფლება. არ არის ჩემი საყვარელი რეჟისორი, მაგრამ თან პუჩისტი ვანა გოგობერიძის ფილმში სოფიკო ჭიაურელი რო თამაშობს, ხო? ინტერვიუ ეგეც დავალებით იყო. იმიტომ რომ გავაკრიტიკოთ. ეგეც იყო, დავალება იყო კრიტიკა. ანუ ესე იგი კრიტიკული არ უნდა შეხებოდეს საფუძვლებს. ესე იგი აი ისეთ ღერც და აღსრულება შეგეძლო გაგეკრიტიკებინა, ხო? ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ ნაირად. და პლუს კიდე კრიტიკა ცალკე არასაჯარო კრიტიკა ნებისმიერ საკითხში შეიძლება მეცნიერს გაეგზავნა პირ მოსკოვში. რომელსაც შეიძლება მიეღოთ, შეიძლება არ მიეღოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ჩათვლიდან საჭიროდ ძალიან კარდინალური სახით შეიძლება მიეღოთ. კი ბატონო. ორი საკითხი დამჭა თქვენ. ისე რომ დღეს დღევანდელი ცოდნა უნდა მიაწოდოს ხალხს მეცნიერება და მეცნიერება რო ყავს დამოვნებული, მე უკვე კულტურაზე, რაღაც კაზინოზე ვლაპარაკობ, სასაცილო. რა თქმა უნდა. ბატონო ბესარიონ, აი ზუსტად მეცნიერებაზე მინდა გითხრათ, კითხოთ, არამედ გთხოვოთ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ნახავს ამ ინტერვიუს. და აი ეს მიზანმიმართული, თქვენ ეკონომისტი ხართ, ამ ხელა პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომისტიც ხართ რა. თუ შეიძლება რომ როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აი ესეთი თხოვნა მექნება თქვენ, აი ეს არის თქვენი კამერა. რა თუ გინდათ მოკლედ, თუ გინდათ ვრცლად. კარგად აუხსნა მიმართოთ ქართველ ახალგაზრდობას პირადად თქვენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვით. სადაც შეძლებთ რომ კარგად რაც ამ ტექსტია თქვენი ხედვები რაც ჩემთვის ზედაც ცნობილია რომ აუხსნათ მათ რამდენად მნიშვნელოვანია სამეცნიერო პოტენციალის განვითარება სწორედაც რომ არა მარტო მედიცინის ან რაღაც არქეოლოგიის ან რაღაცის არამედ სწორედად ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისთვის და ის სამეცნიერო პოტენციალი რაც თუნდაც იმის ასხლეტები, რაც გადაურჩავენ დუქიძის რეფორმებს და კიდე რაღაცა შეიძლება იმაზე, რაღაცა შეიძლება ნულიდან უნდა დავიწყოთ, რაღაცა არსებული განვავითაროთ და ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ეკონომიკური სუვერენიტეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის და ზოგადად სახელმწიფოებრივი კეთილდღეობისთვის. იმიტომ რომ ან თაობები გაიზარდა იმაში, რომ სახელმწიფო არსად არაფერში მეცნიერება არ გვინდა, ასე შემდეგ, ხო? აი ეს არის თქვენი კამერა, გისმენთ საქართველოს ახალგაზრდა. მომავალი ეკონომიკა მსოფლიოს, მარტო საქართველოსი არა. მომავალი ეკონომიკა იქნება ადამიანური კაპიტალის ეკონომიკა. მთავარი სიმდიდრე ერის სახელმწიფოსი იქნება ადამიანური კაპიტალი, ანუ ნასწავლი, გაწორთნილი, გამოცდილი ადამიანი. თან ეს ნიშნავს სწავლების სისტემას, არაწორთნის, რომ ადამიანები ახალგაზრდობა მაიმუნივით გაწორთნა რაღაც დოქტრინებზე, ანუ ფართო განათლებით, ფილოსოფიური განათლებით აღიზარდოს ახალგაზრდობა, რომ მას ჰქონდეს თვითონ ხედვის უნარი და შეეძლოს გაანალიზოს თვითონ ისე, რომ კრიტიკულად შეხედოს ყველაფერს. არ იყოს ესე იგი ჩაკეტილი ჭურში არიჯდეს. საჭირო ამოსვლა ჭურიდან და ზეიდან დახედვა მსოფლიოსთვის
და ახალგაზრდობას კიდე მინდა ურჩიო, რომ მომავალი არის მრავალპროფესიულ ადამიანებს ეკუთვნით. რომ განათლება საჭიროა მიღებული, განათლებათან სწავლებაზე ვლაპარაკობ, სინათლე მოდის მხოლოდ იქიდან. იქიდან მოდის. Education-ში არავითარი სინათლეზე სიტყვა არ არის. რუსულში აბრაზავანი არ გულისხმობს ამას სინათლეს. განათლება ეს მოიგონეს იმისთვის, რომ შეცვალონ სინამდვილეში განათლებას ის ცნება, რომ განათლება ზეიდან მოდის და ეს არის სწორედ ის ზნეობრიობა და სულიერება, ლაპარაკობს სწავლაზე. საქართველოს თავარი რესურსი უნდა გახდეს განათლებული ადამიანები. თან განათლებულები არა ვიწრო დარგში, არამედ მომავალი მოითხოვს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე პროფესია, რომ თავისუფლად შეეძლოთ პროფესიიდან, დარგიდან დარგში მოძრაობა. პლუს ამას, ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანია 21 საუკუნეში ის დარგები, რომლებიც დარგთა შორისო თვალსაზრისით არსებობს. მაგალითად, პირობითად ვთქვათ, ეკონომიკური გეოგრაფია პირობითად ვთქვათ. აღმოსავლეთმა დაკავშირებული აღმოსავლეთის ეკონომიკასთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისე რომ აი მთავარი რესურსი რაც გვაქვს, ეს არის არა წყალი, ზოგი მესმის ხოლმე, აი წყლით ვიცხოვრებთ. მთავარი რესურსი წყალი კი არ არის, მთავარი რესურსი არის ჩვენი ტვინი. და ტვინი უნდა გამოვიყენოთ, ჩვენი ჭკუა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველოს დადგეს ფეხზე. ტვინი პოლიტიკური სოფხედელობის თვალსაზრისითაც, პროფესიული თვალსაზრისითაც. ისე რომ რა არის საჭირო ამისთვის? რა ტიპის სახელმწიფო სამეცნიერო განვითარება, რომ იცოდნენ ახალგაზრდებმა რისთვის უნდა იბრძოლონ, აი არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ხელისუფლებაში და რა ხდება პრაქტიკულად თქვათ საქართველოში, აი რა ჭირდებათ მათ, რა უნდა მოითხოვონ საქართველოს სახელმწიფოსგან, რა უნდა მიცეს მათ საქართველოს სახელმწიფო, რომელიც თქვენ ძალიან კარგად გქონდათ ეს ყველაფერი დაგეგმილი, რა უნდა მიეცა მათთვის საქართველოს სახელმწიფოს და ეს ყველაფერი მათ წაართვეს. პირველ რიგში აუცილებელი არის, რომ სახელმწიფომ არსებითწილად, ანუ მნიშვნელოვან წილად შექმნას თავისუფალი გამოკვლევების, მეცნიერული თავისუფალი კვლევის გარემო. არა გრანტების თვალსაზრისით, არამედ მეცნიერების თავისუფალი შემოქმედებითი კვლევის, რაც თავარად ძალიან კრიტიკული კვლევის თვალსაზრისით. მაგალითად, აი ძალიან ცოტაა, თითქმის არ შემხვედრია საქართველოში მეცნიერული ნაშრომები დაწერილი იმ ტკევნეულ თემებზე, რომელსაც დღეს განვიხილავთ. არ არის კრიტიკა, მაგალითად, კრიტიკული ნაშრომები, აი არსებული დასავლეთში არსებული სისტემის კრიტიკა ეკონომიკური პირობითად. არ ვიცი, წიგნი არსებობს თუ არა. ამას ასწავლიან თუ არა უმაღლესებში. აი ასეთი კრიტიკული სახით. კი, კარგია დასავლეთი, კარგია ეს ლიბერალური ეკონომიკა, ყველაფერი, მაგრამ აი ამის კრიტიკას თუ ასწავლიან. რომ ეს ისე კი არ იყოს, როგორც ღვთის ნება და აი სული წმინდასავით, რომ ესე ამაზე უნდა ილოცო, არამედ კრიტიკული შეხედულება ამაზე თუ არის და როგორც ხედავ არ არის. როგორც ხედავ არ არის და საჭირო ახალგაზრდობა მივაჩვიოთ, რომ აი იმასაც კი ამერიკასაც კრიტიკულად უნდა შევხედოთ. ევროპასაც კრიტიკულად უნდა შევხედოთ. აი მაშინ ვიპოვეთ ჩვენ ადგილს აი ამ დღევანდელ გარემოში. კი არ უნდა ვემონოთ ევროკავშირს. უნდა ვისწრაფოდეთ ევროკავშირისკენ, მაგრამ ჩვენი ძნეჩვეულების, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ზნეობრიობის და სულიერების შესაბამისად და არ უნდა გვეშინოდეს, რომ გავაკრიტიკოთ დასავლეთი და არავის არ უნდა შეეძლოს თავში ჩაგარტყას იმის გამო, რომ შენ თქვა, რომ გააკრიტიკო, თქვათ, რომელიმე დასავლური პარტია ან დასავლელი პოლიტიკოსი. უი, რა თქვეს ეს, როგორ შეურაცხეს ამერიკის ეს სენატორი. აი თვითონ ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები ლამის დედას აგინებენ ერთმანეთს. და არ ვიცი, რა ცოდვები არ არის, რომ ერთმანეთს არ დაწამონ. ხო და ჩვენც უნდა გავთავისუფლდეთ. მეორე მხრიდან შევხედავ. უნდა გავთავისუფლდეთ იმ ხუნდებისგან, რომელიც ლიბერალიზმმა დაგვადო.
ვითომ თავისუფლების პროპაგანდის გარემოში სინამდვილეში კიდევ უფრო დამონებულია ხალხი. ეგრეა ნამდვილად და დაპანიკებული. და დამონებისგან, მონობისგან უნდა ვიხსნათ. ყველანაირი ლიბერალური და ნებისმიერი სხვა მონობისგან უნდა ვიხსნათ ჩვენი თავი ჩვენ თვითონ. და მხოლოდ ესე თავისუფალი აზროვნებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გადარჩეს ელემენტარულად. ლაპარაკი დღეს არის ქართველი ერის გადარჩენას. ზოგადად გამსახურდიას იდეა ის კი არ იყო, რა ქვია. აქ ნათქვამი კიდევაც რომ აბრალებდნენ საქართველო ქართველებისთვის. მე ქართველების უპირატესობისთვის კი არ ვიბრძვიო. ვიბრძვი იმისთვის, რომ ქართველობა გადარჩესო. აი ეს არის იდეა. ერთი ადამიანი ვარ, შემიძლია თაობის სახელითაც ვილაპარაკო, მაგრამ არ ვილაპარაკებ თაობის სახელით. ერთი კონკრეტული ადამიანის 36 წლის ახალგაზრდის სახელით, ახალგაზრდაც უკვე ბოლო პერიოდში ვარ, მაგრამ ბოდიშ გიხდით იმისთვის, რომ მთელი აი ის გაშავების მანქანა, რაც ჭირდებოდა აი ამ მილიარდების ძარცვას, ხალხის ერის ქვეყნის განადგურებას და მე მთელი აი ეს გაშავების მანქანა იქნა პირადად თქვენზე მომართული მთლიანად ეროვნულ პირველ ხელისუფლებაზე და ასე შემდეგ ბოდიშ გიხდით იმისთვის, რომ 10 წლეულები დაგვჭირდა ჩვენ მარტოებიდან გამოსასვლელად ინტერნეტის ეპოქაში რაღაცები კიდე კარგად ვერ გადაუგუგლეთ, იმიტომ რომ დაგვეზარა და რას თავში ჩაგიდეთ. ძალიან დიდი მადლობა და პატივისცემა იმისთვის, რომ პირადად დავმეგობრდით რა და ეხა შენობით ზეგადო პირადად შენ გინდოდა რომ მე არ ვყოფილიყავი უშუქობაში და მე არ ვყოფილიყავი შიმშილში და ჩემი თაობა უბანში არ მდგარიყო ვინტების ცხერით და ეგ არ ენახა მაგის ძალიან დიდი მადლობელი და მაგისთვის იბრძოლეთ დაიტანჯეთ და დღემდე გაშავებენ. ყველად, მაგრამ მაგისთვის ცხოვრება ღირს. გაიხ.